რა თქმა უნდა პატივისცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის ფართოგაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. დამოკიდებულება არის ეს, ხო, თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. ეს ჰუმანური აქტია, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ეხლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატო უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, ხო? მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე ვიყოთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები კონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარზე ურთიერთპატივისცემა და სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები. აბსოლუტურად გაუგებარი აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ ოცნების მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, რომ სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც ერთი ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. აი მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება არის და მათი მიდგომა და სურვილი არის ის, რომ საარჩევნო პროცესი ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელი თუ ლიდერი პირი არ იყოს ციხის საკანში გამოკეტილი. ჩვენთვის ეს შეწყალება ნამდვილად იყო მიულოდელი, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია და მისასალმებელია, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა არიან გარეთ. კიდევ უფრო მეტად გაგვიხარდება და მნიშვნელოვანი იქნება და მოვუწოდებთ ამას ქართული ოცნების რეჟიმს, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლონ ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ საკუთარი ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პოლიტიკური შეფასება, ისინი როცა უნდა იჭერენ ადამიანებს, როცა უნდა უშვებენ მას და აბრალებენ წარმოუდგენელ სისაძაგლეებს. პირველ რიგში ბუნებრივია ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ულოცავ მათ ამას. ყველა ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია. და მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო პრინციპულ არ თანამშრომლობის, არ შეგუების, არ დამორჩილების წინააღმდეგობის ბრძოლას.